რა უნდა შევაფასოთ ქართულ ოცნებაში ზოგადად ხელისუფლების მთელი ძალაუფლება კონცენტრირებულია საბატიო თავმჯდომარის ხელში. ახლა იქ ვის დანიშნავენ და ვის გაათავისუფლებენ, ეს ვერანაირ პრობლემას, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების ამ ქვეყნის პოლიტიკური იზოლაციის, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტას ვერაფერს ვერ შეეხიდება და ვერაფერს ვერ მოაგვარებს. ახლა რაღაცა ქმედება რაციონალიზმს, ლოგიკას რო ექვემდებარებოდეს ქართული ოცნების. რაიმენაირ ლოგიკას. მაშინ კიდე შეაფასებდა კაცი და ეს არის აბსოლუტურად ეკლექტური, ქაოტური, ილუზიური ცვლილება, რომელიც არაფერს არ შეცვლის არც ერთი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისათვის და ისევ ძალაუფლება დარჩება, როგორც აქამდე იყო საბატიო თავმჯდომარის ხელში. ამიტომ აქ შესაფასებელი არაფერია. ხო, მე ძალიან გულწრფელად ძალიან მაწუხებს და მტკივა ის, რომ საიდან სად მივედით. მახსოვს 2020-2019 წლების მახსოვს იმიტომ, რომ ამ პერიოდში იქ ვიყავი, მახსოვს რა დონეზე იყო ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა. ეს იყო პიკი ამ პარტნიორული ურთიერთობების, სადაც რა ვიცი, უმაღლესი დონის შეხვედრები, მხარდაჭერა, ფინანსური იქნება, არაფინანსური იქნება თუ სხვა, იყო დღის წესრიგის მთავარი ნაწილი. დღეს სად ვართ? აი უბრალოდ შევხედოთ, სად ვართ დღეს. ქართულმა ოცნებამ მისი ქმედებებით, ჯერ არჩევნებამდე ხო ბოდიშები იხადა საოკუპაციო რეჟიმთან და სეპარატისტებთან. რითაც თითქოს ქმნიდა იმის ილუზიას, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს და მთავარს ამ თვალსაზრისით რაღაც ტერიტორიულ მთლიანობას ამით დაეხმარებოდა აი ამ ეროვნული მიზნის შესრულებას და პირიქით ახალი პრეტენზიები დააყენა სეპარატისტულმა რეჟიმმა ჩვენი ესე ვთქვათ იურისდიქციის ქვეშ მყოფ სხვა ტერიტორიებზე ამის მერე პირდაპირ ფრენების საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი არაერთი კანონმდებლობა და ფაქტობრივი ანექსია კიდევ უფრო დაამძიმა ესე ვთქვათ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისი ქმედებებით და თან ამავდროულად მეორეს მხრივ გააცამტვერა სტრატეგიული ურთიერთობა იმ პარტნიორებთან, რომლებიც იყვნენ აი ამ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები და კომაგები ბოლო თითქმის 4-10 წლეულის განმავლობაში. გადავკიდა ფაქტობრივად ყველა პარტნიორი ქართულმა ოცნებამ და თან გადავკიდა ისე, რომ ვერც მეორე მხარეს, აი რომ იძახის პროპაგანდა სუვერენიტეტი ხო აი ქვეყნის, აი ამ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწევთ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყანა მისი ქმედებებით, იმ ქმედებებით, რომ გადადგა ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, იმ ქმედებებით, რომ ფაქტობრივად პოლიტიკური იზოლაციაშია ქვეყანა, იმ ქმედებებით, რომ სოციალური პირობები უარესდება, ყავს უამრავი პოლიტპატიმარი ათობით, ხო? 50-ზე მეტი ადამიანებს ხვდებიან ჩასაფრებით იმის გამო, რომ აქვთ მხოლოდ განსხვავებული აზრი. აი ამ დღეში ჩაგვაგდო დღევანდელმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ თავისი ნაბიჯებით და თან საკუთარი მხარდამჭერებისვე არაერთგზის მოტყუებით. ჯერ 20 იანვრის თარიღის შესახებით მის მერე ბევრმა ოცმა რიცხვმა გაიარა. შემდეგ ორი ვიზიტით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ფაქტობრივად კრახით დასრულდა და დღეს გახდა ფაქტობრივად ცხადი ამ მეგობარი აქტით, რომ ერთადერთი შემაფერხებელი, რაც დღეს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას აქვს და ბევრ ესე ვთქვათ რაღაც სიკეთეს ეღობება, ეს არის არადემოკრატიული რეჟიმი, რომელიც დღეს რომელსაც დღეს ძალაუფლება აქვს მიტაცებული. აი ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება სის საკითხს. ეხლა ეს სია პირველად სიაა, ხო? აქ ეს სია შეიძლება შეიცვალოს მომავალში. მთავარი არის ის, რომ ცხადად და სრულად არის ნაჩვენები მთელი ვერტიკალი, ხო? ეს არის პროპაგანდა, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლება და ეს არის რეჟიმის სპონსორები. აი ეს ლოგიკური, ესე ვთქვათ, ჯაჭვი, რითაც ქართული ოცნება ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ცხადად არის აქ წარმოდგენილი და ეს ლოგიკა არის, ესე ვთქვათ, მკაფიო. სხვაგვარად ეხლა
ამ სიასთან დაკავშირებით სხვას ვერაფერს ვერ გეტყვი. ის მართლობის აკადემიაზეც რომ გითხრათ რა ვიცი, ესე იგი ყოველდღიურად მოდიხართ აქ ზოგადად ყველანი ჟურნალისტები და ყოველდღიურად ყოველდღიურად ხდება. ჩვენ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, პარტია. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის. თუ რომელიმეში მონაწილეობაზე უარს გადავწყვეტთ, აუცილებლად ამის შესახებ მოვახსენებთ საზოგადოებას. პარტიების აქტუალიზაციას უნდა ვკითხოთ საკანონმდებლო პაკეტის მესამე კომიტეტებში. ხო, რა ვიცი ხა. ამაზეც ბევრი გვისაუბრია. ჩვენ გვისაუბრია იმაზე, რომ რეალურად პარტია ქართული ოცნება, რომელმაც ფაქტიურად ნახევარი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ რიგებში დაასაქმა, ჯერ გამოვიდა და საკუთარ მოქალაქეებს უთხრა, რომ აკრძალავდა ნაციონალურ მოძრაობას, ოღონდ მანამდე მიხეილ სააკაშვილს მთავარნაცს ამ ქვეყანაში პირდაპირ თავისი პროპაგანდისტული არხი არაერთხელ დაუთმო, მისი სასამართლო სხდომები საჯაროდ გააშუქა და მისი პოლიტიკური განცხადებები საჯაროდ, ესე ვთქვათ, გაუშვა საკუთარ ტელევიზიებში. საპატიმრო დაწესებულების ნაცვლად საავადმყოფო დაწესებულებაში ყავს უკვე მერამდენე წელია. გაუგებარია, რატო უფრთხილდება, ესე ვთქვათ, თუ კი ამის საფუძველი ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ არსებობს. პარტია, რომელმაც ფაქტობრივად მოსახლეობას ამომრჩეველ საკუთარს დაპირდა, რომ გაასამართლებდა ნაციონალურ მოძრაობას და მერე გადადო ეს აქტი. პარტია, რომელმაც ნახევარი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ კიდევ ერთხელ რიგებში, ამას ხაზგასმით ვამბობ, გადმოიბარა მთელი თავისი მურუსიძე ჩინჩალაძეებით. ამ პარტიისგან მსგავსი ტიპის ქმედება არის უზარმაზარი თვალთმარცობა. თუ კი ვინმე უნდა აკრძალოს ქართულმა ოცნებამ, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების რეჟიმის დამფინანსებლები, მხარდამჭერები, არ ვიცი, პოლიტიკოსები, პირველ რიგში უნდა აკრძალოს საკუთარი პარტიული წარმომადგენლობის ნახევარი. აი მის მერე უნდა გადავიდეს უკვე ნაციონალურ მოძრაობას. ყოფილმა პრეზიდენტმა სალომონ ზურაბიშვილმა თქვა, რომ 26 მაისი მან უნდა ჩაიბაროს. რა დაგვირთვა ექნება? 26 მაისს შესაძლებელია თუ არა ამან გამოიწვიოს დაპირისპირება, იმიტომ რომ ვიცით, რომ იქნება საზოგადოების სხვა ნაწილიც. 26 მაისს ვერავინ ჩაიბარებს, არის მე არ მისმენი ეს კონკრეტული ციტატა, ესე იყო თუ არა. ხო, მაგრამ მესმის 26 მაისი არავის საკუთრება არ არის. ეს არის ქართული ხალხის ისტორიის და ამ სახელმწიფოს ისტორიის საკუთრება და არა ვინმე კონკრეტული ადამიანის საკუთრება, ამიტომ ესეთ განცხადებებს მე არ გავაკეთებდი. მეორეს მხრივ, რაც შეეხება დაპირისპირებას, მე იმედი მაქვს, რომ მსგავს ადგილი არ ექნება, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის, ან კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანის დღე, ყველასთვის მნიშვნელოვანი დღეა, უნდა იყოს და ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლება კი არ აპირისპირებს საკუთარ მოქალაქეებს, არამედ ცდილობს ისინი გააერთიანოს, ასეთ ქვეყანაში არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ექნება, მაგრამ დღეს ჩვენ გვყავს ისეთი ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებიც სულის ჩამდგმელები იქნებიან დაპირისპირების და დარწმუნებული ვარ, რომ ბუნებრივად ეს რომ არ მოხდეს, ხელოვნურად მათი რესურსებით ამის პროვოცირებას მოახდენენ. და მე ყველას მოუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის ძალადობისაგან იქნება ეს თუ პროვოკაციისაგან, არავინ არ უნდა წამოეგოს არც ერთი მხრიდან, არც ერთი ადამიანი ამ პროვოკაციაზე. იმიტომ რომ ამ მავნებელი ხელისუფლების მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი. დიახ, რა განაპირობებს ოპოზიციისთვის ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერა? აი, ვერ გავიგე. ბალტიისპირეთის ქვეყნები ოპოზიციას უჭერენ მხარს, თუნდაც აქციებზე აი, ნახეთ. რა ინტერესები შეიძლება გქონდეთ საქართველოსთან მიმართ? ბალტიისპირეთის ქვეყნების ინტერესებს საქართველოსთან მიმართებაში მე არ ვიცი, ეს ჩემი ისე ვთქვათ, რაღაც კულევის საგანს არც არ მოადგენს, მაგრამ როცა თქვენ ამბობთ, რომ ისინი უჭერენ მხარს ოპოზიციას და რაღაც არ ვიცი, რაღაცები თითქოს ფსევდოარგუმენტები მოგყავთ, ეს უბრალოდ არის ძალიან არასწორი და მე ვიტყოდი, რომ მე ესე ვიტყობ შევაფასებთ სრულ ცდელობა რაღაცის წარმოჩინების. ყველა სახელმწიფო არ მარტო ბალტიისპირეთის და ალბათ ბალტიისპირეთის განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ საერთო საბჭოთა წარსული გვაქვს და უფრო უკეთ ვიცნობთ იმპერიალისტური რეჟიმების განზრახვებს, იმპერიალისტური და ავტორკრატიული რეჟიმების მოქმედების, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტებს და
ამის გამო შეიძლება მათ ქონდეთ მეტი თანაგრძნობა, არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ საქართველოს საზოგადოების მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ეს თანაგრძნობა და მხარდაჭერა ქართული ხალხისა განაპირობებს მათ ქმედებას და არა რაიმე სხვა განსაკუთრებული ინტერესი. აი თუ გადავხედავთ არქივს, ყოველთვის ყველაზე მეტი არის ამ ქვეყნებიდან, ვიდრე სხვა ხო და უყურეთ, კიდე ერთხელ. არქივს თუ სწორად ბრძანეთ თქვენ. არქივს თუ გადავხედავთ, არა მხოლოდ ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, არამედ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს უახლეს დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე. და ნამდვილად ყველაზე მეტი ამ ქვეყნებისგან არის გამოვლინება მხარდაჭერის და ეს ბუნებრივიც არის. კიდე ერთხელ ჩვენ გვაქვს საერთო რაღაც წარსული, ჩვენი საერთო, ასე ვთქვათ, გამოცდილება იმ მძიმე წლების, რაც საბჭოთა იმპერიამ შეგვიქმნა და მოგვიწყო და ამიტომ მე არ მიკვირს, რომ ამ სახელმწიფოებს ჰქონდეთ ჩვენს მიმართ განსაკუთრებული ემოციური ბმა ჩვენი ხალხის და ქვეყნის მიმართ. ამაში არაფერია გასაკვირი და ეს არ უნდა მოგეჩვენოთ, იმიტომ რომ ეს არ ეკუთვნის ეს მხარდაჭერა რომელიმე ცალკე აღებულ ეპიზოდს, ხო, ისტორიის, რომელიმე ბოლო 10 წლეულს ან შუა 10 წლეულს, ხო, ბოლო 35 წლის განმავლობაში ესე იყო ყოველთვის. საპირწონეთ თუ ასევე ვიქცევით ჩვენ მხრიდან. თუ არ ვიქცევით ეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრიდან ეს ძრავი არ გვახსოვთ, ან თუ არ არის თუ ესე არ ვიქცევით და ეხლა მე რაც თქვი ამ ესე ვთქვათ მხარდაჭერას სათანადოდ არ ვპასუხობთ, ეს ჩვენი ბრალია, სხვისი ბრალი ხო არა. არ ვიცი რა კითხვის ნიშნავს, მეუბნებით სიმართლე გითხრათ. თუ თქვენ აფასებთ, რომ ჩვენ ესე არ ვიქცევით და სათანადო მხარდაჭერა სახელმწიფოებს არ ვავლენთ, ეს ალბათ ჩვენი პრობლემაა რა და არასხვისი ხო, არ ვიცი, ვერ გეტყვით.